სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ახლონათესავს ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,333,728 ლარი გაიფლანგა. გამოძიება დაკავებულებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით სამივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2,606,272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3,940,000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1,333,728 ლარი. ბრალი არის სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლი მითვისება გაფლანგვის კონკრეტულად გაფლანგვის მუხლი დახმარება კონკრეტულად თუ გჭირდება. პოზიცია არ აღიარებს რა თქმა უნდა ბრალს. სხვა მასალები ჯერ არ გამომცემია, გადმომცემს გამოძიებელი მასალებს. შესაძლოა დღესვე ჩაინიშნოს აღკვეთის ღონისძიების ხდომა. დანარჩენ დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ. ბრალი წარედგინა, ეს გახდა 192 მუხლით გაფლანგვა, კერძოდ ჯგუფურად დიდი ოდენობით სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით. ანუ ამ ეტაპზე ჩემი დაზუსტების ყოფი იყენებს მის კონსტიტუციის გარანტირებულ უფლებას, დოკუმენტის უფლებას. მეც ანუ ამასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დასავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე.